სუხიშვილის უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული არინა თავაქარაშვილის შესახებ საზოგადოება სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად საუბრობს. მის გათავისუფლებას ანტისტალინისტურ განცხადებებს უკავშირებენ და ირწმუნებიან, რომ თავაქარაშვილი სწორედ მისი შეხედულებების გამო დარჩა უნივერსიტეტის მიღმა. აღნიშნულს თავაქარაშვილიც ადასტურებს, თუმცა მის განცხადებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ბრალდების ადრესატები. ნიკა გაბლუშვილი შეეცადა დეტალების გარკვევას. ისეთი ამბავი გავიგე, რომ ძალიან ვარ გაბრაზებული. გორის სუხიშვილის უნივერსიტეტიდან გაანთავისუფლეს არინა თავაქარაშვილი, ლექტორი, რომელიც არის სინდისი ქალაქის, ადამიანი, რომელიც არასდროს გაყიდულა და ყოველთვის სიმართლის მხარეს იბრძვის. არ ვაჭარბებ და სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ ქალბატონი არინა არის ქალაქის ხმა, გაანთავისუფლეს მისი ანტისტალინური განწყობის გამო, რას ირცხვილია. ყველაფერი ამ პოსტით დაიწყო. სტუდენტმა ნოდარ ეცადაშვილმა აღნიშნული განცხადებას სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განცხადებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მე ახალგაზრდებს რომ არ გაეჟღერებინათ ამ თემაზე არ ფიქრობდი საუბრის წამოწყებას და არც პოსტის დაწერას, მაგრამ რახან გააჟღერეს, მაშინ მე უფრო გარკვევისათვის რომ ადამიანებს გაეგოთ, რაზე იყო საუბარი, ამიტომ დავწერე პოსტი და ახლაც ამიტომ ვიძლებ ინტერვიუს. ეცადაშვილის განცხადების შემდეგ დუმილი არინა თავაქარაშვილმაც დაარღვია. თავაქარაშვილი ამბობს, რომ მისი ლექციები სტალინის ძეგლის ხელმეორედ დადგმამ არ დადგმამ შეიწირა. თავაქარაშვილი ძეგლის ქალაქში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორი ვალერი სუხიშვილი კი მომხრე. 2015 წლის 2 ოქტომბრის გამოსვლის შემდეგ მე ლექციები ჩავასრულე. რაც არ უნდა ყოფილიყო სტუდენტებთან ვიყავი დაკავშირებული და ეს ადამიანური და სამართლებრივი ვარდებულება იყო, მას შემდეგ ლექციები ჩემთვის არ მოუწია და მე ვთვლი რომ ეს იყო მიზეზი. რახან გააჟღერეს ახალგაზრდებმა ეს აზრი, მე მათ ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, აზრი იყო გაჟღერებული, რომ მე დავტოვე ლექციები, იმიტომ რომ ანტისტალინურ მოძრაობა, ფაქტიურად ანტისტალინელი ვარ და დიახ მე ამაყება ეს. სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორი არინა თავაქარაშვილის პოზიციას არ იზიარებს. ვალერი სუხიშვილის თქმით, მიუხედავად თავაქარაშვილის ანტისტალინისტური განწყობისა, მათ შორის იდეოლოგიური დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. სუხიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავაქარაშვილს სამეცნიერო ხარისხიც კი არ აქვს, უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა და პროფესორის ხელფასსაც იღებდა. მისივე თქმით, არინამ სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჩვენ აპოლიტიკურები ვართ, არც ერთ იდეოლოგიურ მიმდინარეობას არ ვეკუთვნით. 157 პროფესორი და აკადემიკოსი ყავს ჩვენ, 250 თანამშრომელია და ყველას თავისი მოსაზრება აქვს. მთავარია რომ ხარისხიანად ასწავლონ. მე ის ბავშვი ვარ ეხლა რომ ასეთი სულელური შეცდომა დაუშვა ამის გულის. ერთი მომიყვანეთ და მალაპარაკეთ. თუ ერთხელ მაინც უსაყვედურე მე მაგას. არინა თავაქარაშვილის ბრალდებებს არც რექტორის მოადგილე ეკა სუხიშვილი იზიარებს. სუხიშვილი თავაქარაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს. რექტორის მოადგილე განმარტავს, რომ თავაქარაშვილის საათების შემცირება უნივერსიტეტში არსებულმა პირობებმა გამოიწვია და არა მისმა ანტისტალინისტურმა განწყობამ. რექტორის მოადგილისთვის ამ დრომდე გაუგებარია, რატომ დასჭირდა ერთდროს მის ახლო მეგობარს მსგავსი განცხადებების გაკეთება. რატო დასჭირდა დღეს 8 თვის თუ 9 თვის მერე არინას ამ თემის წამოწევა? თუ ჩვენ იგი გაუშვით პოლიტიკური ნიშნის მიხედვით, სვავ კითხვას, რატო მაშინვე არ ატეხა განგაში, რატო მაშინვე არ მოხდა დაპირისპირება 9 თვის მერე, რაშია საქმე, ეხლა რა მოხდა, რა შეიცვალა, ან 10 წლის განმავლობაში რა მდგომარეობაში იყო, მოვიდეს გვითხრას, რომ აი ერთი ადამიანი მაინც ნახოს, რომ ვიღაცა მაგას პოლიტიკური ნიშნის მიხედვით დევნიდა. არინა თავაქარაშვილს სუხიშვილის უნივერსიტეტში ლექციები პირველი სემესტრის შემდეგ აღარ ჩაუტარებია.